იმ პირველ ვარიანტად თუ გახსოვთ, რომ ზედ იყოს დატანილი ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული ხო, საკითხის შესაძლებლობით, თუნდაც ის მულტიპლი ნახოს, ან ის გმირი, რომელიდან არის ქართული მულტიპლიკას შეხედოს ის გადატარებული მულტიპლიკა. ბავშვი მაგდენრაძეს ამდენად შეძლებს, იმას შეიძლება არ შეიძლება არ ქონდეს ის. შევა ბავშვებმა ინგლისური და რუსული და ისაბის კომპიუტერთან სკოლაში რომ სრულყოფილად პროფდა, ორივე ინგლისურსაც და რუსულსაც. ისე რომ საკმაოდ ბევრი რამე დაგეგმვა შეუძლია. მულტიპლიკები მამაცაში ბავშვებთან ერთად მობილურ ტექნოლოგიებს კარგად გლობენ. მოიგრე, აპლიკაციები ჩამოგვიყვანთ შეიძლება იციან რაღაცებში, ისე რომ შეუძლიათ უფრო მეტი რამე მიაბას და მოვა. და კიდევ ერთი რამე. მაგალითად იაპონიაში რომ ვაგებთ, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია არის მულტფილმები და ნაციონალური თემებზე გადაღებული ფილმები. ანუ მარტო მულტფილმებით იაპონია იღებს შემოსავალს უფრო 7% საქართველოს ტელევიზიაში. მარტო მულტფილმები. ნაციონალური თემებზე შექმნილი ფილმებიდან 90% რეალობაში არ არსებულა, ყველაფერი მითებია. შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ქართული მითები. ქართული ზღაპრებიდან, ქართული ისტორიულიდან. ამის შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ეს ინდუსტრია, მივაბად სათამაშოებს და სათამაშოების მეტწილად ვაგონები კაპიტალის პრობლემებში წარმატებული მულტფილმების შემდეგ იქნება სათამაშოების ინდუსტრია. ეგრეთ იყოს Star Wars, ასე შემდეგ და შემდეგ და McDonald's სუყარა მინიონები. ჯერ იქნება მულტფილმიდან გამომდინარე ინდუსტრია. ანუ არა მარტო კონსტრუქციული სათამაშოები, არა კონსტრუქციული სათამაშოები მიბმული ისტორიულ, ტრადიციულ და კულტურულ თემებთან, რომელიც განსაკუთრებით შეიძლება იყოს საინტერესო მისთვის, ვინც ამ ქვეყანაში პირველად იყო და პირველად ნახა რაღაც. რომელი თემა დაგვჭირდა კიდე შემდეგ დიდი მადლობა მოუხადოთ. ანუ განვითარება შეიძლება თემას მიაბას ყველაფერი და დავაკავშიროთ თემები ერთმანეთში, იმიტომ რომ აქ იდეები რომლებიც არის თქვენ ეს ყველაფერი ახალი იდეები აქეთთან ერთად ჩამოვყარეთ. რომ თქვენ ეს კავშირები, თქვენი პროდუქტები თქვენ თვითონ მიავლოთ. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა აი არ გავაკეთეთ რაღაც ერთი სულ ცოტა ერთი 2000 ალბათ იდეის გენერი იყო, ხო? აი აქ ხო ჩამოვყარეთ. ამ სიმწიდან, როდესაც მე გავალ, თქვენ დარჩებით მუშა რეჟიმში. თქვენ შეგეძლებათ უკვე ეს იდეები ერთმანეთში, ანუ ორი ფუნქცია ერთად გაერთიანებული მინიმუმ იწევს ერთ ახალ ფუნქციას და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება თქვენი პროდუქტები გააერთიანოთ? რა შეიძლება ერთი იდეიდან გადმოიტანოთ მეორეში და როგორ შეიძლება ამ აუდიტორიის შემდეგ ის გახადოს კიდევ უფრო საინტერესო. ანუ აუცილებლად უნდა გქონდეს განვითარება. ნებისმიერი კომერციული იდეა მოგვდება, თუ მას არ აქვს განვითარება. აბსოლუტურად ნებისმიერი. მით უმეტეს დღეს ყველაფერი ვითარდება ძალიან სწრაფად. აქედან გასულები არ იქნება თუ როდესაც უკვე ვიღაცა აწარმოებს და თუ თქვენ კიდე იმაზე ერთი ნაბიჯი წინ არ გადადგით, თქვენი პროდუქტი ხვალ ჩაგვიდგას. შემდეგი თემა ისია ბოგდანის მაგალითად როგორც იქაც, ხო? მაგალითად. თქვენ გაქვთ უკვე რაღაცა კონკრეტული უკვე მოფიქრებული დიზაინები, რომელიც რაღაც დაუშვათ ახალ ფილმების მასშტაბდება. შუბთან კიდე რა შეიძლება მიაბათ, რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ. ხო, ეს ხო ლაითი იყო, ჩვენ ლაითი ჩამოვყარეთ, გადავყარეთ. დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს სანა. კი. ჩვენ არ ვაკეთებთ ეს გაკეთებას, რომელიც არის ეს, მაგრამ ეს არის სპეციალური რომელიც გამოიხატება ოფისისთვის რაღაცა აი როგორც ამ სიტუაციაში და ესეც სანა წერტილა კონკრეტულად რაღაცა ეს არის დეკორატიული სანა მაგრამ ეს სტატიკა შეგვიძლია დეკორაციას დინამიკა მისცეს? შეგვიძლია ასე, მაგრამ სულში თქვათ რომ ტონუს გააჩნია, გაწყობას გააჩნია.
კორეაში შემდეგ რა კარგი იკაცოტრიალებს და იკაცოტრიალებს. მაშინ როცა კორეაში არა ესტრიალებს და როცა კორეაში გამოსულა და ვეტრიალებს. არა, მე ისე თქვა მინდა რომ მიუშვით აბსოლუტურად ყველაფერი, კიდე. ძალიან კარგი, თქვენ ახლა შემოიყვანეთ ერთი ახალი ფუნქცია, ერთი ახალი ელემენტი, ეს იყო რა? წონასწორობა, ხო? ამიტომ წონა, რომელსაც უნდა წონასწორობა დაიცვას. ახლა ეს წონა გაქვთ, რა არის ეს წონა? წონა არის რესურსი. ის არის უკვე რესურსი, რას გაძლევთ კიდე ის წონა? და დეკორაცია თქვი, დინამიკა სტატიკა მინდა არის, მინდა არ არის. არა, წარმოებებს და დამოკიდებულება. დიზაინერი შემკვეთი ყოფილა, იმიტომ რომ იმათ უკითხავს და მე ამდენი ხანია ვცდილობ რომ თქვენ სტატიკიდან დინამიკაში ამოგიყვანოთ, თქვენ ვცდილობთ მე სტატიკაში ჩამოვარდეთ. მე გეუბნებით რომ თქვენ უნდა იყოთ მაგრები. ხო, მაგრამ თვითონ ფასკა უნდა შეგვიძლია სტატიკა. გადაიდეთ უმეტესად ეს გამო. საკაიფო ძერჯება, სწორია. მე კარგია რომ ამიჩეკით ეს პრობლემა. ხელს მითოდა. მე ხომ რასაც მინდა იმას, იმიტომ რომ მე არ ვიზრდები. როცა ფერის კუნძები მეცნიერება გაეცე და ფერის გაშლა მოგიდება, მაშინ ადენა გადმოვა. Dato Gulbani, Dato Gulbani, Dato Jawlebri Gulbani. Suratı çok hoş. Ჩვენ დიადი დიზაინერი. Qogona, ha. Qo'ylas rag'at gansla. არა, ლაზერი მიჭრე, ზოგადად გამიძიება. მე რა მეწეს. როგორ გიქვა? Просто чуть-чуть. ოღონდ მაგას. ძალიან მაგარი, ხა მე შემიძლია 1000 შეგება დავაშვა. ის არგუმენტი შემიძლია დავაწერები რა რომ ხალხო მე ხალხო ვიცი
მოდის სილამაზის ისეთ რამეს ვიტანებს ვერჩი მამაკაცის ცხოვრებას თუ ის მაგარია ხდება. თუ ის ვაშო მოდაშია გოგნიაშვილი ხო? იმეო ეგ არ მითხრა თողოთ აბსოლუტურად სწორია. კუთხეები უნდა გაითვალისწინოს პირველი. მეორეა ტრანსფორმირების ვიწოდო თუ გადმოვაწერეთ იქნება კუთხოვანი, თუ გადმოვაწერეთ იქნება მომრგვალებული. აი ყველა დაგეგმებაში είναι. სწორია, იმიტომ რომ კუთხეები მაგალითად ტრანსპორტში მართლა ძალიან ცუდა როცა ფერდში ვიღაცა რაღაცას მოგაჭირს. თან გაწევის აბიკიც არ არის, არამედ თუ ხის ეგეთი. არამედ შედარებით უფრო ბილი საგანიც გაგაგიზიანი თავის და თქვენი შენიშვნები მოგწონთ თუ არა რომ პირველი შენიშვნა რაც მე მქონდა არის ის რომ ამდენი ხანი ვილაპარაკე იმიტომ რომ თქვენ მისცეთ თქვენ ფანტაზიას შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში უკატარებ იმიტომ რომ რახეთ რა არის მე არა მეკითხარით რომ არა მიზანს შეწორვის მიზანს შეწორვინა გააჩნდეს ამ შეხედვას. მეკითხარით რომ არა საერთოდ ფუნქცია. უბრალოდ სწორია. მიზანს შეწორვილი მისთვის. არა, თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ფიქრობთ, როცა თქვენ ფიქრობთ რომ აი ეს მიზანს შეწორვილი, იმიტომ რომ თქვენ ჩამოგაგარებთ თქვენი ცოდნა, თქვენი შეხედულებები და თქვენი ურთიერთობები კონკრეტულ ურთიერთობასთან. ეს არის თქვენი პერსონალური ურთიერთობა, ეს არის თქვენი ინდივიდუალური ისე როგორც ის არამედ ეს არის თქვენი პირადი განწყობა. აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება გქონდეს თვითონ ჩვენთანაც აქვს. თუ გნება გამოვკითხო და დავინახოთ რომ მაზრები დაიჭირება. ანუ თქვენ პროდუქტს თქვენთვის კი არ აკეთებთ დიზაინერი და თქვენ პროდუქტს აკეთებთ მათთვის. მოდი ასე ვქეთოთ, ბუნებაში არ არსებობს ცუდი პროდუქტი. დაიმახსოვროთ ჩემგან ეს სიტყვები. ყველა პროდუქტი, რაზეც არის მოთხოვნა, ყველა კარგია. ყველა ის პროდუქტიც კი, რომელსაც თქვენ ნაგავს ეძახით, თუ იმას ვიღაცა ყიდულობს, ის პროდუქტია. იმიტომ რომ იმას ყავს თავისი მყიდველი. ანუ ძალიან პირობითი და ძალიან სუბიექტურია ცნება, რომ ეს პროდუქტი არ ვარგა. არ ვარგას შეფასება არის ბაზარი, არ ვარგას შეფასება არის მყიდველი, არ ვარგას შეფასება არის რაოდენობა, რა რაოდენობითაც იყიდება. ანუ სულ ყველაფერი ამ ბუნებაში რაც იყიდება, ნებისმიერი პროდუქტი თუ ის იყიდება და კანონით არ არის აკრძალული, იმიტომ რომ არის პროდუქტები, რომელიც აკრძალულია სამწუხაროდ, ყველა კარგი იქნება. სამწუხაროდ. თუმცა ის პროდუქტი, რომელიც აკრძალულია, რაღაცისთვის აუცილებლად კარგია და მაინც ვიყენებთ იმას მედიცინაში ვიყენებთ, ანიქ ვიყენებთ, მას ფუნქცია ყოველთვის რჩება. ნიკოტინი ძალიან ცუდია, მაგრამ ორგანიზმის საუცვლებელია. ნარკოტიკული საშუალებები საშინელებაა, მაგრამ ნარკოტიკული საშუალებების გარეშე მედიცინა ვერ მუშაობს. და ყველაფერს, რასაც მეტყვით, იგივე პასუხს გაგცეთ. თავარია სადმე გაქვთ ეს პროდუქტი, ვისთვის არის განკუთვნილი, რა სიახლე ჩადეთ თქვენ მასში და როგორ შეძლებთ რომ მე დამარწმუნოთ იმაში, იმიტომ რომ იგივე თავიდან კუბიკ რუბიკი დავიწყე საუბარი. კუბიკ რუბიკი ძალიან ბევრი მიუღებელი ხომ აუ ამას რა გააკეთე. მყიდველი თავიდან იყო ცოტა. მე ნახე სადაც კი შევიდოდე ყველა ამ კუბიკს რუბიკს. ვა, ისაწყობს ნეტა მე ვერავად, ხო? მე გაჩნდა კომბინაციები. პირველი კომბინაცია, მეორე, მეხუთე წავიდა უკვე ომი კომბინაციებს შორის, ვინ უფრო მარტივი, ვინ უფრო მალე, ვინ უფრო ნაკლები ოპერაციების და ეს გახდა თითქმის 10 წელი ერთ-ერთი კონკურსი, საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდებოდა. ანუ პროდუქტისგან, რომელიც ჯერ გაუგებარი იყო, მერე ვიღაცისთვის კონკრეტული ვიწრო ჯგუფების მისაღები, მერე თეორეტიკოსებისთვის გახდა საინტერესო, რამდენი ამოხსნა შეიძლება ქონდეს კუბიკ რუბიქს ფორმას, რომელსაც აქვს აი ამდენი გვერდი და ამდენი მოძრავი ელემენტი. მათემატიკოსების და შემდეგ მერე წავიდა თეორიებისა და რეალური პრაქტიკული სამუშაოები და მთელი ეპოქა წავიდა. ანუ არ ვარდა სიტყვა. ჩემთვის უცხოა. არა, სუბიექტურია კიდევ ერთხელ მოთხხედით სუბიექტურია. ერთი აკეთება ეკრება, იყიდეთ ეს ჩანთა, მაგრამ დავხართ ქალაქს ავტობუსში. დიდი მადლობა მინდა მოუხადო. დავკიდე საწყელი.
დეკორატიული მარტო საგიდი? არა. დეკორატიული შუშისთვის, დეკორატიული შემოსასვლელისთვის. არა. რაღაც სადაც შეიძლება შუშჩილიც იყოს, ხო? ხო, ანუ მოდით ასე ვქოთ, დღის განათების შემთხვევაში იქიდან შემოსული სინათლე აქეთ აკეთებს ერთ ოპერაციას, ღამის შემთხვევაში ჩემ განათებაში კი გარეთ აკეთებს, ეს უკვე მეორე ფუნქცია. თუ ვფიქრობ, რომ აქ უკვე ფანტაზიის დიზაინერების შესაძლო დაკვეთების და ამ თემის აღიარებაზე დამოკიდებული რამდენად აკეთებს თემას, ვის აქვს მას, ეს არის ინდივიდუალური, ან გამოშვებულია სულათიცალი და ასე შემდეგ. შეიძლება მასიურიც მოისურვოს, მაგრამ მასიური პროდუქტები ძლიერი არ არის და შეიძლება არც გაიგებს. კი, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმი თუ დააკვირდებით 21 საუკუნის განსაკუთრებული მიმართულება გახდა. იმიტომ რომ ადამიანებს თავისი სპეციფიკიდან, თავისი ხასიათიდან, თავისი ხედვებიდან გამომდინარე პროდუქტი უნდა მოიყოს პერსონალურად, პირადად მისთვის ტელეფონით დაწყებული, ქუდით დამთავრებული და ყველა ტიპი რაც კი არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ 21 საუკუნეში იმის გამო რომ უკვე არსებობს აბსოლუტური ხელმისაწვდომობა ყველაფერთან ინფორმაციას, იმის გამო არსებობს ვიდეოკამერები, იმიტომ რომ დაკვეთა შეიძლება ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე მივიძე. იმის გამო რომ ამ ჩემი იდეის და იმ დიზაინერის მეშვეობით იდეა შეგვიძლია შევკრა კონტინენტის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი წარმოებელი მზადარი მე დავუდო ნახაზი და ის ყველაფერს გააკეთებს. ისე მე შემიძლია ეს პრეტენზია მქონდეს. არა მასიურობა, არამედ ინდივიდუალურობა. არა ფართო მოხმარების, არამედ სპეციალური მოხმარების. ასაკობრივი ჯგუფებისთვის, პერსონალური ფუნქციებით, პერსონალური საქმიანობისთვის, პერსონალური ჯგუფისთვის, აი ესეთი თემებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტს, რომელსაც ხელს მოგიდებთ, იმ წუთში უნდა შეხედოთ ყველა კუთხიდან. ვისთვის ვაკეთებ, სად შეიძლება კიდე გამოდგეს. რა ჯგუფები შეიძლება იყოს აი პატარა ცვლილებით დაინტერესებული, მეორე ცვლილებით რომელი ჯგუფი შეიძლება იყოს დაინტერესებული, რა შეიძლება გავხადო უნივერსალური და რა შეიძლება გავხადო განსაკუთრებულად ინდივიდუალური. თუ პროდუქტი ძალიან რთულია, მას უნდა ქონდეს ინდივიდუალური პერსონისთვის, ინდივიდუალური გაკვეთისთვის ტრანსფორმირების კონკრეტული შესაძლებლობები. მაგალითად, კუთხეებს ვაკეთებ, სისტემას ვეცვლი, მაგრამ კუთხეებს ვაკეთებ ინდივიდუალურად. მე შემიძლია მე იყოს გაგწვა, შეიძლება ის იყოს დრეკადი და ასე შემდეგ. ანუ დაკვეთას გააჩნია. პრობლემის გადაჭრის ღირებულებას გააჩნია და რას მივიღებ მიღებს თუ არა დაკვეთა იმას გააჩნია. და შეიძლება 5 ლარში თანახმა არ იყო, არც 250 საათში, მაგრამ 5 მილიონში დიდი საუბარი მუშაობთ ხოლმე კი, თვითონ ავაში გადავხდით 5 მილიონს. მე მაგაზე ვიფიქრე. მაგრამ აქ არის ერთი რამ, მაგრამ მე რომ ეს მისთვის მისაღები ვერ დავამზადო, რაღაც პროდუქტს აუცილებლად მივიღებ, რომელსაც თავისი მხედველი აღვნიშნე. თავარი ვიცოდე, როდის, ვის და სად გადავწყვეტ. ეს არის ძიება. ჩვენ უმრავლესობა ინტერნეტს ვიყენებთ არასწორად. ინტერნეტს ვიყენებთ მარტო ინფორმაციის მისაღებად და ინფორმაციის მისაწვდომად, მაგრამ განზოგადოება, სპეციფიკის მოძებნა, სად, როგორ, რანაირად, ვისთვის და ვისგან რა პრობლემები მოდის. გიძებნიათ, რომ ის კომპიუტერში პრობლემა აქვს? ვის რა პრობლემა აქვს, რომ თქვენ გადაჭრათ? კიდევ ის უძებნია. აი ნახეთ დაკვეთა. მზა დაკვეთა არსებობს, თქვენ არ გიძებნიათ. პირობითად მე ვარ ავიაციის ინჟინერი. ვეძებ რა პრობლემებია ავიაციაში. მე ვარ დიზაინერი. ვეძებ პრობლემ of design რაღაცა. ვიღაცა მეუბნება, თქვენ ისი დიზაინერი ხართ ამისი. კომუნიკაცია მარტივია, Facebook-ი, TV-თავი. იცით რა, მე მინდა იქ სახს ვაშლებ და აი ესეთი სპეციფიკური ვიღაცას მილიუნდა მოარგოს თავის სპეციფიკა, ვიღაცას ჭირდება რომ განათება ქონდეს განსაკუთრებული, ვიღაცას ჭირდება რომ აბსოლუტურად ენერგოუსიმბოლობა გააკეთოს დამოუკიდებელი, ვიღაცას ჭირდება და ესენი გიჟი მილიონრები არიან შემოკარგებო, ესენი ადამიანები რომ შეიძლება ერთი დაკვეთით თქვენ მიიღოთ ყველაფერი რაც მომავალ ცხოვრებაში გამოგაგებთ. ანუ თქვენ კი არ ეძებთ ამ საქმეზე.
თქვენ ქმნით პროცესს. პროცესს შესაძლებლად მჭირდება გამაღიზიანებელი ფაქტორი. გამაღიზიანებელია ვინ? ვინც მე ვიკეთებს გამოწვევას. გამოწვევას ვეძებ მე თვითონ. პრობლემას კი არ გავუქმნავ, პრობლემას ვეძებ. მინდა რომ პრობლემას წელში შეუვარდე, იმიტომ რომ ის პრობლემა ხის იმდენი, რამდენიც იმ კაცს უღის. ყველა პრობლემა, რაც თქვენ ცხოვრებაში შეგექმნებათ, შეხედეთ იმას მეორე მხრივ. იმიტომ რომ ის თქვენი პრობლემა, რომელიც თქვენ შეგექმნებათ და თუ თქვენ იმის უნივერსალურ გადაჭრას შეძლებთ, აუცილებლად არსებობენ ადამიანს იგივე პრობლემა ჰქონდათ. ანუ თქვენ შეგიძლიათ უკვე შეთავაზება გაიგოთ, იმიტომ რომ ის პრობლემა თქვენთვის გასაყარიკი არ აღმოჩნდა, თქვენ დასაფიქრებელი აღმოჩნდა, თქვენ შექმნით პროდუქტი, რომელიც ასეთ პრობლემებს აგვარებს და აჰა ბატონო, ახლა მე ამ პრობლემის გადაჭრას, ამოხსნას ვხიდი. ანუ არ არსებობს რამ, რომელიც თქვენ შექმნით და თუნდაც ერთი ადამიანი არ მოიწვია ამ დედამიწაზე, რომელსაც იგივე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. და პრობლემები ჩვენ მეტწილად ერთნაირი. ყოველთვის შეეცადეთ პრობლემაში დაინახოთ პროდუქტი, ყოველთვის დაინახეთ პრობლემაში შემოსავალი, ყოველთვის დაინახეთ პრობლემაში ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობა. ეხლა თქვენ შეგიტყოთ პასუხი. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც თქვენი საქმიდან, თქვენი სპეციფიკიდან, თქვენი ხვალინდელობიდან არის აუცილებელი, რომელიც თქვენ გადასაჭირო გაქვთ, ტექნიკური, ტექნოლოგიური, როგორ დაამზადოთ, არ იცით, რა მასალით დაამზადოთ, არ ვიცი რა წინება. წარმოების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, შეგვიძლია ნებისმიერ პროდუქტს დაგიზარდოთ, ფაქტობრივად გადაგიჭრათ, როგორ უნდა გააკეთოთ. ნებისმიერ მასალაზე, ნებისმიერ პროდუქტზე სულ ერთია. თვითონ ეს პრობლემიდან გამომდინარე შეფასება როგორ უნდა მოხდეს, ან თქვენი გამოცდილებით თქვა, არსებობს რაღაცა პრობლემა, ნახე ამის გამოსავალი. ნუ კარგი, დავაპატენტე, მივედი რაღაც კონდიციამდე მივიყვანე, მაგრამ თვითონ შემდგომ მოვიდა ვიღაცა, ვინც მეუბნება, რომ მოდი ფართო გზაზე გავიტანოთ ეს და შეფასება როგორ ხდება, ანუ თქვენი გამოცდილებით. პრობლემის შეფასება ხდება თუნდაც საქართველოს რეგულირებიდან. ანუ პრობლემა ვისია, პრობლემას ყავს პატრონი, პრობლემას ყავს ადრესატი, ვისაც ეს პრობლემაა. და პირდაპირ იმას, ვისაც ეს პრობლემა პირდაპირ შენ რას ხდები, რომ შენ ეს პრობლემა მოგიყვარო. ანუ ადრესატი არის ის, ვისაც ეს პრობლემა იმ ავტობუსის გვერდში ერჭობა. დიახ. ანუ ვისაც აწუხებს პრობლემა, ის არის პირველი ადრესატი. ამ კაცს უჭრი თუ არა ამ პრობლემას. არალეგალურად ვაკეთებ საპატენტო ან კვლევით ძიებას სერჩით. თუ რამდენად ფართოა ეს პრობლემა, გადაწყვეტილია თუ არა რომელიმე სხვა პრობლემაში იგივე პრობლემა და თუ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის, მე ვეძებ საპატენტო კვლევაში. ანუ ვიღებ რას? ჯგუფს, რა ჯგუფს მიეკუთვნება ეს ჩემი პრობლემა. ვნახულობ საერთაშორისო კლასს. მაგას ქვია საერთაშორისო საგამომგებლო კლასი. საერთაშორისო საგამომგებლო კლასიდან ვიღებ ამ ინფორმაციას ამ კონკრეტულ ჯგუფში, მაგალითად რკინიგზას ეკუთვნის E01B. რკინიგზაში რაც ისრულ გადამყარებზე, მაგალითად რკინიგზაზე ყველა გამოგონება იქნება მთელი მსოფლიოს. გადავკეთე იქ კარგად ჩანს ამ პრობლემას რამდენი ქვეყანა და როგორ ებრძვის, იმიტომ რომ ჩანს ამ პრობლემაზე როგორ ცდილობდნენ რომ მოეგვარებინათ. და თუ თქვენი გადაწყვეტილება ამას ყველაფერს ჯობია, უკვე თქვენ ნახულობთ როგორი ფორმულა აქვთ დაწერილი მათ და გამოგონების ფორმულის და თქვენი ტექნიკური გადაწყვეტილების ფორმულებას აკეთებთ, რომელიც ხდება პატენტის ობიექტი. იმ ადამიანს აძლევთ გზა პროდუქტს, პარალელურად განაცხადი შეტანილი გაქვთ ახალ გამოგონებაზე, კი არ როდები გამოგონებას როდის მიიღებთ. აპლიკაცია განაცხად შეიტანთ თუ არა, მიიღებთ პრიორიტეტს. პრიორიტეტი ნიშნავს იმას, რომ ეს იმ დღიდან გამოგონება იმაზე გაიცემოთ თუ არ გაიცემოთ, თქვენ სახელზე რეგისტრირებთ. და როცა თქვენ ამ პატენტს მოიპოვეთ, იმას შეძლოთ თქვენ მიიღეთ მისი ექსკლუზიური წარმოების და გამოყენების უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი თქვენი, ეს იმას ნიშნავს, ვერაფერ იმას ვერ გააკეთებს თქვენ გარშემო. თუ არა, მინიმუმ ისეთი მყიდველი ხო ყავთ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებდა. და მე თქვენ ფიქრობთ, გიღით თუ აგიღით. შემდეგი
საჯარო მომეწონა და ეკონომიკა კი პლუს ერთ სხვა რა ნახმარო საფალს ფერადინა საფალს მე რატომ ეხლა მოდით ნახოთ თუ თქვენ ნანახებად ეს პროდუქტი ცუდია რომ არ შეგვიძლია გავშალოთ ჯგუფში დავდეთ ნანახებად ხო? ერთ-ერთი მაგდა იყო მოცულობითი მაგდა